წმინდა წერილი საგანძურივითაა, მისი მცირეოდენი ნაწილის მიმღებიც კი დიდ სიმდიდრეს იძენს, მის სულ მოკლე აბზაცშიც ხომ დიდებული სულიერი ძალის და აზრთა ამოუწურავი სიმდიდრის პოვნაა შესაძლებელი. ღვთის სიტყვა არა მხოლოდ საგანძურის სხვადასხვა ნაკადის წარმომშობი და წყალუხვი წყაროს დარიცაა. ეს ყოველივე სინამდვილეში ჩვენ გუშინ გავიგეთ. შესაქმის პირველივე სიტყვების წაკითხვისთანავე გონება მხოლოდ სიტყვებს მივაპყარით. თავდაპირველად ღმერთმა შექმნაცა და მიწა. ყოველივეს დატევნა კი ვერ შევძელით, რადგანაც დიდია ამ განძის სიმდიდრე და უხვია სულიერი წყაროს შენაკადები. არ გაოცდე, ჩვენი წინაპრებიც თავისი ძალისაებრ მოიპოვებდნენ ამ ნაკადთაგან. მომავალი თაობაც იმავეს გააკეთებს, თუმც ვერ შეძლებენ ბოლომდე ამოხაპვას. პირიქით, წყალი იმატებს და ნაკადები გამრავლდება. ასეთია სულიერი ნაკადების თავისებურება. რაც უფრო ამოხაპავენ სულიერ მადლს, ის მით უფრო გამრავლდება. ამ სულიერ შენაკადათვის ფიქრობ, უკვე თუ ვისმეს წყუროდის, მოვედინ და სუემდინ. და რომელს აღწმენეს ჩემი, ვითარცა თქვა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყალსა ცხოველსანი. იოან 7, 37, 38. თუ ასეთია სულიერ ნაკადთა თავისებურება, დაე, თითოეულმა ჩვენთაგანმა გონების ჭურჭელი მიიტანოს მასთან და შინ სავსეთი დაბრუნდეს, მადლის სულისა კი. გზნებარე სურვილსა და გონებას უხვად მომადლებს თავის ნიჭს. მოვიშოროთ საზრუნავი და დავივიწყოთ ყოველივე ამ ქვეყნიური, რაც ეკალივით ესობა ჩვენს გონებას, აზრის სულიერ მიდრეკილებებს მივაპყროთ, რათა სარგებელი და დიდებული შენაძენი მოვიპოვოთ. ჩემი სიტყვების უკეთ შესაცნობად გუშინდელ ნათქვამს შეგახსენებთ და ორივეს ერთ სხეულად შევაერთებ. გახსოვთ, როგორ გვაუწყა ნეტარმა მოსემ ამ ხილული სტიქიების დაბადების შესახებ? თავდაპირველად ღმერთმა შექმნაცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური და აგიხსენით თუ რატომ და რისთვის შექმნა ღმერთმა მიწა უსახური და ცარიელი ვფიქრობ. კარგად გახსოვთ ეს ყოველივე. ახლა შემდგომ სიტყვებს მივყვეთ. ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძრო და წყლებს ზემოთ. შეხედე, ნეტარი წმინდანი არაფერს ამბობს ზედმეც, არც დაწვრილებით აღწერს ყოველივე ქმნილს, მხოლოდ სტიქიათაგან უმთავრეს ცასა და მიწას ახსენებს. დანარჩენს კი ტოვებს. წყლის შექმნის შესახებ არაფერს გვაუწყებს, პირდაპირ აგრძელებს. ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძრო და წყლებს ზემოთ. სწორედ ეს ორი ფარავდა მიწას წყდიადი და აუარება წყალი. აქედან ვიგებთ, რომ ყოველივე ხილული წყდიადით გარემოცული წყალი იყო და მხოლოდ ყოვლადბზენ შემოქმედ შეეძლო ეს ქაოსი კეთილსახიერად გარდაექმნა. და ბნელი იდო ამბობს, უფსკრულზე და სული ღვთისა იძრო და წყლებს ზემოთ. რას ნიშნავს სული ღვთისა იძრო და წყლებს ზემოთ? როგორც ჩანს, ამ წყლებს რაღაცაგვარი სასიცოცხლო ქმედებები ახასიათებდა. ეს არ იყო უბრალოდ მდგარი, უმოძრაო წყალი, ის მოძრავი და სასიცოცხლო ძალის მატარებელი იყო. უმოძრაო არაფრად ვარგა, მოძრავს კი დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ეს დიდებული და უჩვეულო წყალი, რომ ერთგვარი სასიცოცხლო ძალის მქონეა, მოსეს სიტყვებით ვიგებთ. სული ღვთისა იძრო და წყლებს ზემოთ. საღვთო წერილი ყოველივეს წინასწარ განგებ გვაუწყებს იმის საჩვენებლად, რომ ყოველთა შემოქმედის ბრძანებით სწორედ ამ წყლებისგან წარმოიქმნენ ცხოველებიც, რომ წყალი მდორე კი არ იყო, არამედ მოძრაობდა, მიმოედინებოდა და ყოველივეს ტბორავდა. და აი, ყოველივე ხილული, რომელიც უსახო და უდაბური იყო, უდიდესი მხატვრის ღმერთის ბრძანებით გაქრა და სახიერ ნათლად გარდაიქმნა, რომელმაც გრძნობადი წყდიადი გააძევა და ყველაფერი გაანათა. აი, თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი და იქმნა ნათელი. თქვა და აღსრულდა. ბრძანა და წყდიადი გაქრა, გაჩნდა ნათელი. ხედავ ღვთის გამოუთქმელ ძალას. მაგრამ ცდომილებაში შესული ადამიანები ყურადღების მიღმა ტოვებენ აზრთა მდინარეობას და ნეტარი მოსეს სიტყვებს. თავდაპირველად ღმერთმა შექმნაცა და მიწა და შემდეგ. მიწა იყო უსახო და უდაბური, რადგან წყდიადით და წყლით იყო დაფარული. და რადგან ღმერთმა დასაბამში მისი შექმნა ინება, ისინი ამტკიცებენ, რომ ჯერ იყო მატერია, წინ უძღოდა წყდიადი. ნუ თუ არსებობს რაიმე უფრო უარესი, ვიდრე ეს უგუნური აზრი. ესმის, რომ თავდაპირველად ღმერთმა შექმნაცა და მიწა და რო არსებული არარადან შეიქმნა და ამავდროულად ამტკიცებს, რომ თავდაპირველად მატერია იყო, გონიერთაგან ვინ დაუშვებს ასეთ უგუნურებას? ყოველთა შემოქმედი ადამიანი ხომ არ არის რაიმე მზა მასალა რომ სჭირდებოდეს, თავისი შემოქმედებითი ნაყოფის შესაქმნელად. უფალი, რომელსაც ყოველი ემორჩილება, სიტყვით და ბრძანებით ქმნის. შეხედე, თქვა და იქმნა ნათელი, წყდიადი გაქრა. გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. რას ნიშნავს გაჰყარა? თითოეულ საკუთარი ადგილი მიუჩინა და შესაბამისი დრო განუსაზღვრა. და როდესაც ეს უკვე აღსრულდა, თითოეულს შესაბამისი სახელიც უწოდა. ნათელს ამბობს წინასწარმეტყველი, ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. ხედავ, ეს გონებისთვის მიუწვდომელი ქმედება მხოლოდ ერთი სიტყვით, ერთი ბრძანებით რომ აღსრულდა. ხედავ, რაოდენ მოწყალია ნეტარი წინასწარმეტყველი. უწინარესად კი კაცთმოყვარე უფალი წინასწარმეტყველის პირით კაცთა მოდგმას ქმნილებათა რიგის შესახებ რომ აუწყა,
რათა სცოდნოდათ, როგორ წარმოიშვა თითოეული ქმნილება და შეეცნოთ, ვინ არის ყოველივე შემოქმედი. მაგრამ ვინაიდან ამ სრულყოფილი სწავლების შესაცნობად კაცთა მოდგმა ჯერ სათანადოდ მომწიფებული არ იყო, სულიწმინდა წინასწარმეტყველის პირით მსმენელის შესაძლებლობების შესაბამის ცოდნას გვაწვდის. ამაში რომ დარწმუნდე, გაიხსენე ძექუხილისა, რომელიც ვინაიდან მის დროს კაცთა მოდგმამ სრულყოფის ახალ ეტაპზე გადაინაცვლა, აღარ მიდის ამ გზით და მსმენელის სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე ახავს. პირველიდგან იყო სიტყვაი და სიტყვაი იგი იყო ღვთისათანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი და დასძენს იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად, როგორც აქ ღვთის მიერ შექმნილმა გრძნობადმა სინათლემ განაგდო ხილული ბნელი, ისევე გააძევა სულიერმა ნათელმა წვდიადი ცდომილებისა და შეცდომილნი ჭეშმარიტებამდე მიიყვანა. 3. მადლიერებით მივიღოთ საღვთო წერილის სწავლება, ნუ გაუძალიანდებით სიმართლეს, ნუ დავრჩებით ბინჩი სინათლისკენ ვისწრაფოთ და ვაკეთოთ დღის სინათლის საკადრისი საქმენი, ამასვე გვირჩევს პავლე მოციქული. განვიშოროთ უკვე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაი. ნათელს გვაუწყებს წმინდა წერილი, ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. მაგრამ ჯერ ჩვენს მიერ გამოტოვებულ სიტყვებს დაუბრუნდეთ. დაინახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო. შეხედე, საყვარელო, აქაც როგორი მოწყალებაა სიტყვისა. განა სინათლის გაჩენამდე ღმერთმა არ იცოდა, რომ ნათელი კარგი იყო, ნუ თუ მხოლოდ მისი დანახვის შემდეგ შეიგრძნო შემოქმედმა საკუთარი ქმნილების სილამაზე, რომელი გონიერი ადამიანი იტყვის ამას. თუ ნებისმიერმა ადამიანმაც კი, რომელიც რაიმე ხელოვნების ნიმუშს ქმნის, ჯერ კიდევ დასრულებამდე იცის თავის ქმნილების დანიშნულება. ნუ თუ ყოველთა შემოქმედს, რომელმაც სიტყვით მოიყვანა არარსებული არსებობაში, არ ეცოდინებოდა სინათლის რაობა? აბა რატო გამოიყენა მოსემ ასეთი ფრაზა? უბრალოდ ნეტარი წინასწარმეტყველი ადამიანების წეს-ჩვეულებებს ითვალისწინებს და მათთვის გასაგებ ენაზე ლაპარაკობს, რომელთაც შრომის დასრულების შემდგომ საკუთარი ქმნილებისადმი ხოტბის შესხმა შეუიათ. გაყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. თითოეულს საკუთარი ადგილი მიუჩინა, თავიდანვე დაუწესა საზღვრები, რომელნიც უცვლელად მუდამ უნდა დაიცვან. მართლაც, დასაბამიდან დღემდე არასდროს დარღვეულა წესრიგი, არ მომხდარა რაიმე სახის აღრევა, არც სინათლე გადასულა ზღვარს, არც ბნელი გამოსულა თავისი სამყოფელიდან, ეს ხომ ყოველი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის სავსებით ნათელია. მათთვის, ვისაც აღარ სურს უგუნურებაში, დარჩენა ეს ერთი მაგალითით საკმარისია, რათა საღვთო წერილის სიტყვების ჭეშმარიტება ირწმუნონ და დაემორჩილონ. დაე, თუნდაც სტიქიების წესრიგს მიბაძონ, რომელნიც უცვლელად იცავენ თავის რიგს, არასდროს გადავლენ ზღვარს, რადგან კარგად იცნობენ საკუთარ ბუნებას. მერე როცა თითოეულს, ნათელსაც და ბნელსაც, თავისი განსაკუთრებული სახელი მიანიჭა, ერთიცა და მეორეც ერთმთელად გარდაქმნა. იყო საღამო, იყო დილა, პირველი დღე. იმის გამო, რომ ხილულ სამყაროში არ დარღვეულიყო წესრიგი და თანმიმდევრობა, დღისა და ღამის დასასრულს ერთი დღე დაარქვა. სულიწმინდის მადლით გამგზნობილი წინასწარმეტყველის ბაგეებით, ჩვენ საშუალება გვაქვს გავიგოთ, რა შეიქმნა პირველ დღეს და რა მომდევნო დღეებში. ეს ხო ღვთის დიდი წყალობაა. უფლის ყოვლადწლიერი მარჯვენისთვის და უსაზღვრო სიბრძნისთვის ყოველივეს ერთ დღეში შექმნა, ნუ თუ ძნელი იყო. არა თუ ერთ დღეში, ერთ წამში. მაგრამ ღმერთმა სამყარო არა საკუთარი სარგებელისთვის. ის ხო თვითკმარია და არაფერს საჭიროებს, არამედ კაცთმოყვარებითა და სახიერებით შექმნა. ამიტომაც ეტაპობრივად ქმნის და ნეტარი წინასწარმეტყველის საშუალებით ქმნილის შესახებ ნათელ სწავლებას გვაწვდის, რათა დეტალურად გავიგოთ ყოველივე. და თუ კი ამის შემდეგაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს ყველაფერი თავისით შეიქმნა, რაღაც იტყობდნენ და გააკეთებდნენ. ღმერთს რო ასეთი მოწყალება და შთაგონება არ გამოეჩინა? ვინა იმ ადამიანზე უგუნური და საწყალობელი, რომელიც კადნიერდება და ამტკიცებს თითქოს ყოველივე არსებული ღვთის განააზრის გარეშე თავისთავად წარმოიშვა. განა შესაძლებელია ასე კეთილმოწყობილი სამყარო, ამოდენა სტიქიები ყოველთა მბრძანებლის გარეშე იმართებოდეს? გემებიც კი ვერ დაცურავენ ტალღებში მესაჭის გარეშე, მეომარიც უძლურია, უმეთაუროდ საგმიროს საქმე ჩაიდინოს და განა შესაძლებელია, შემთხვევითი იყოს ამ უსაზღვრო სამყაროს არსებობა ბრძენი მმართველის გარეშე, რომელიც იჭერს და უფარდებს ერთმანეთს ყოველივე ხილულს? რატომ ვცდილობ თუ ამტკიცოთ ის, რაც ბრმათათვისაც ნათელია? ნუ შევწყვეთ ცდომილთათვის წმიდა წერილის სწავლების გაცნობას, რათა ისინი ჭეშმარიტებამდე მივიყვანოთ. მათთვის კი, ვინც ჯერ კიდევ სიცრუის მონობაში იმყოფებიან, გვახსოვდეს, რომ ბუნებით ისინი ჩვენი მსგავსნი არიან. მოუდუნებლად, გაძლიერებულად ვიზრუნოთ, მათი მკურნალობისთვის გულმოდგინედ ვაკეთოთ ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა თუნდაც ნაგვიანებად ჭეშმარიტ დღეგრძელობას ვაზიაროთ. ღვთისთვის არაფერია ისე მნიშვნელოვანი, როგორც სულის ხსნა. აი რას ამბობს პავლე მოციქული, რომელსა ყოველთა კაცთა იქნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი. თავად ღმერთიც ამბობს, განამ სურს ბოროტეულის სიკვდილი, სექსტიდებული, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს. დასაღუპად და დასასჯელად კი არ შეგვქმნა ჩვენ და მთელი ეს სამყარო, არამედ ცდომილებათაგან დასახსნელად და ცათა სანეტაროდ სასუფეველში, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე განგვიმზადა.
მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამიდან სოფლისაით. ნახეთ, ჯერ კიდევ შესაქმემდე რაოდენი სიკეთე განგვიმზადა კაცთმოყარე უფალმა, რადგან ზრუნავს ჩვენს მოდგმასა და ხსნაზე. მივე მსგავსოთ კაცთმოყარე, სახიერ და მოწყალე უფალს, ჩვენი ძმების ხსნაზე ვიზრუნოთ, რადგან არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ახლობლებზე ზრუნვა და მათი ჩმარიტების გზაზე დაყენებაა ჩვენი ხსნა. თუ რამოდენა სიკეთეა სხვებისთვის ზრუნვა, ამ სიტყვებითაც მიხვდები. თუ ძვირადღირებულს უფასურისგან გამოარჩევ, ჩემს ბაგესავით იქნები. რას ნიშნავს ეს? ვინც შეცდომილს ჭეშმარიტებისკენ წაუძღვება, ან ბოროტებიდან სიკეთისკენ, მე მსგავსება ამბობს უფალი. თვითონ უფალმა კი ჩვენი ხსნისთვის კაცის სხეული შეიმოსა და გამოცადა ყოველივე, რაც ადამიანებს შეიძლება დაემართოს. ჯვარიცხომ იმისთვის იტვირთა, რომ ცოდვის ტყვეები წყებისგან გავეთავისუფლებინეთ. აი, რას ამბობს პავლე? ქრისტემან ჩვენ მოგვიყიდნა წყევისა მისგან და იქმნა ჩვენთვის წყევასა ქუეშე. ამრიგად, თუ მიუწვდომელმა არსებამ ღმერთმა ჩვენი ხსნისთვის იტვირთა ეს ყოველივე, ჩვენს ყოველი ძალით უნდა ვეცადოთ ჩვენი ძმები ეშმაკის კლანჭებისგან ვიხსნათ და სათნოების გზაზე დავაყენოთ. ახლობლებს უპირველესად სულის ხსნაზე ვესაუბროთ, აღვაგზნოთ მათში ეს საზრუნავი. ვისურვოთ, ვისურვოთ, რომ შთაგონებულმა სულმა შეძლოს ამოსვლა ბოროტების უბსკრულიდან, რომლითაცაა გარემოცული და ნებათა მუდმივი თავდასხმა გადალახოს. დიდი სიფხიზლე გვმართებს ამ მარადიულ ომში, რომელსაც არ სჩვევია ზავი. ამიტომაც წერს პავლე მოციქული ეფესელებს. რამე თუ არა არს ბრძოლაი ჩვენი სისხლითა მიმართ და ხორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროისა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასაქუეში. არ გეგონოს, ამბობს მოციქული, შემთხვევითი ბრძოლა გელოდეს, ეს ჩვენაირ ადამიანებთან ომი არაა, აქ ძალები არათანაბარია, ჩვენ სხეულით შეკრულთ, ხო? უსხეულო ძალებთან მოგვიწევს შერკინება, მაგრამ არ შეშინდეთ. თუმცა ბრძოლა უთანასწოროა, ჩვენი იარაღი ძლიერია, თქვენ იცით, ვინცაა თქვენი მტერი? განაგზობს მოციქული, სულით არ დაეცეთ და ბრძოლაში არ მოისუსტოთ, შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაი, რაითა შეუძლოთ თქვენ წინადადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა. ეშმაკს ბევრი ხრიკი აქვს, რითიც ცდილობს გამოიჭიროს უზრუნველნი. ამიტომ საჭიროა საგულდაგულოდ გამოვიძიოთ ეს ხრიკები, რათა ამ მახეს თავი ავარიდოთ და ჩვენამდე არ მოვუშვათ. გულმოდგინეთ დავიცვათ ენა და თვალები, შევინარჩუნოთ აზრის სისუფთავე და ბრძოლისთვის მუდამ მზად ვიყოთ ისე, თითქოს და საშიში მხეცი ემზადება ჩვენზე თავდასასხმელად და ჩვენს მოსაკვდინებლად. ამიტომაც ზეციური სული, ენათა მასწავლებელი, სამყაროს ბაგე, რომელიც ყველაფერს აკეთებს საკუთარ მოწაფეთა ხსნისთვის, სიტყვებით შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაი, დაუმარცხებელს ხდის და გვეუბნება. მტკიცეთ უკვე დეგით, მოირტყენით წელნით თქვენი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისაი და შეიხსენით ფერხთა თქვენთა გამზადებულებაი სახარებისა მის მშვიდობისაი. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაი, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისა და განხურებულთა დაშრეტად. და ჩაფხუტი იგი ცხოვრებისაი დაითქთ და მახვილი იგი სულისაი, რომელ არს სიტყვაი ღმრთისაი. ხედავ, როგორ შემოზღუდა ყოველი ნაწილი. მან ჯერ სარტყელი შემოგვარტყა, რომ ადვილად შევძლოთ მოძრაობა, შემდეგ ჯავშნით შეგვმოსა, რათა ისრებმა არ დაგვაზიანოს, ფეხზე ჩაგვაცვა და ყოველმხრივ დაგვიცვა რწმენით. რწმენით, სწორედ რწმენით ამბობს, შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისა და განხურებულთა დაშრეტად. რა არის ბოროტის ისარი? ავხორცობა, ბინძური აზრები, დამღუპველი ვნებები, მრისხანება, სიყალბე, შური, გულფიცხობა, შუღლი, ანგარება და სხვა უკეთური გადახრები. ყოველი ამ ისრის მოგერიება მხოლოდ სულიერ მახვილს თუ შეუძლია. ამბობს მოციქული, არათუ ისრის მოგერიება მტრისთვის თავის მოკვეთაც. ხედავ, როგორ გააძლიერა მოციქულმა მოწაფეები. ცვილზე რბილნი გარდაქმნა ლითონზე მყარ არსებებად. არა სხეულისმიერი იარაღით კი იმიტომ აღგვჭურვა, რომ სხეულს და სისხლს კი არა, უსხეულო ძალებს ვებრძვით. ამრიგად, ასეთი იარაღით აღჭურვილნი, არ შეუშინდეთ შეტაკებას და ნუ გავიქცევით ბრძოლის ველიდან, მაგრამ უზრუნველად ყოფნაც არ მოგვიტანს სარგებელს. ჩვენი მტერი მუდამ ფხიზლობს, ამიტომ ყოველმხრივ აღვიჭურვოთ, ვუფრთხილდეთ სიტყვებს და შევიკავოთ თავი მავნე საქმეებისგან. საჭმლისგან თავშეკავებისა და სხვა სათნოებებთან ერთად დავეხმაროთ გლახაკებს, გვახსოვდეს, რაოდენი მოგვეზღება მათზე ზრუნვისთვის. ღარიბ ღატაკის გამკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუძღავს სამაგიეროს. შეხედე, როგორი ახლებური და უჩვეულო სესხია. ერთი იღებს, მეორე კი მევალე ხდება, მაგრამ უჩვეულო ისაა, რომ მას ვინც გასცემს, ავი არაფერი ემუქრება. მას ხო ღმერთი სარგებელის მიასედის დაბრუნებას კი არ პირდება, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე არამედ, ასჯერ მეტისა. გარდა ამისა, მარადიული ცხოვრებასაც აღუთქვამს. ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში ვინმე რომ დაგვპირდეს, რასაც მომცემ, იმაზე ორჯერ მეც დაგიბრუნებო, სიხარულით მივცემდით მთელ ჩვენს აულადიდებას, არა და რამდენ უმადურებასა და ტყულის შეხვდებით ასე დროს ანგარების მოყარეთაგან. ხშირად წესიერი ადამიანებიც კი არ ისტუმრებენ ხოლმე ვალს უპასუხისგებლობისა თუ უსახსრობის გამო. ყოვლის მპყრობელი უფალი კი პირიქით, ასჯერ მეტის გადახდასაც გვპირდება და მომავალში საუკუნო ცხოვრებასაც აგვგვითქვამს. რა გამართლება გვექნება თუ არ ვეცდებით და არ ვიჩქარებთ მცირედის მაგიერ ასჯერ მეტი მივიღოთ. აწყოს სანაცვლოდ მომავალი, დროებითის ნაცვლად მარადული,
ფული უქმად კი არ უნდა დავდოთ და კრიტით ჩავრაზოთ, არამედ დავეხმაროთ მას, ვისაც სჭირდება, რათა მათი სახით მომავალში ხომაგი გყავდეს. და მე გეტყვი თქვენ, იხსენით თავისა თქვენისა, მეგობარნი მამონაისა, მისგან სიცრუისა, რაითა რაჟამს მოაკლდეთ თქვენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქვენ საუკუნეთა მათსაყოფელთა. ვიცი მრავალნი ჩვენ სიტყვებს არ შეისმენენ, მნიშვნელობას არ ანიჭებენ, ზღაპრად და ლაყბობად მიიჩნევენ. ვერც გამოცდილებამ, ვერც ღვთის დიდებულმა აღთქმამ, ვერც მომავლის შიშმა და ყოველდღიურმა ჩვენმა შეგონებამ, რომ ვერ შეძლო მათი გულის შეტაკება, სწორედ ეს მტანჯავს და მიფორიაქებს გულს. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შევწყვეტ ვიმეორო მანამ, ვიდრე ჩემი შეუპოვრობით არ ვაჯობებ მათ და არ გამოვიყვან იმ ბურუსიდან, რომელშიც ისინი ფულის ვნებამ შეიტყუა და გონება დაუბნელა. ვიცი რომ ღვთის წყალობით ჩვენი მუდმივი შეგონებით და მარხვის ძალით შესაძლოა არც ისე მალე, მაგრამ ისინი ამ მძიმე სენისგან აუცილებლად განიკურნებიან და აიშორებენ იმ სასჯელს, რომელიც ემუქრებათ.